ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პოლიტპატიმარ მზია ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა. საია ამბობს, რომ დაკავების დღეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის მიხედვით მას მარცხენა მხარის არეში მკვრივი ბლაგვის საგნით მიყენებული სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაკავებისას მზია ამაღლობელს არასათანადოდ მოექცა. მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ამაღლობელი დაზარალებულად ამ დრომდე არ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე ეზოში ირაკლი დგებუაძე მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შეცვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე მისი ბრძანების შესაბამისად მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამის მით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით მიგვიღია შესაბამისი პასუხი. პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 11 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავა. პირველად სტიკერის გაკვრის გამო, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაპატიმრების შემდეგ მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მედია მენეჯერმა შიმშილობა 38 დღეს კოლეგებისა და მხარდაჭერების თხოვნის საფუძველზე შეწყვიტა. ის ამჟამად კლინიკა ვივამეთში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ამაღლობელისთვის წაყენებული ბრალდებები კანონიერ საფუძველსაა მოკლებული.